ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში შესატანცრულებებზე ეგრეთ წოდებული გასაღების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხდომაზე დღეს იმსჯელებენ. ვის ექნება წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, ანუ ვინ გააკონტროლებს ეგრეთ წოდებულ გასაღებს. საკითხი კვლავ დავის საგნად რჩება. პარლამენტში ამ დროისთვის კანონპროექტის რამდენიმე ვერსიაა წარდგენილი. სამუშაო ჯგუფს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცვლილებების პაკეტის ალტერნატიულ ვარიანტს წარუდგენს, რომელიც ორი გასაღების პრინციპს ემყარება. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით ერთ გასაღებს პერსონალური მონაცემების ინსპექტორი გააკონტროლებს, მეორეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 20 ნოემბრამდე აქვს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციის და როლის გაძლიერებით, რომელსაც შეიძლება კონდეს ეგრეთ წოდებული ერთი გასაღები, იმავდროულად უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყნის ინტერესების და მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, მეორე გასაღები ეს მოდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და რეგულაციები, რომლითაც ეს ორი მთავარი ინტერესი იქნება დაბალანსებული: ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოება. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დრო გაეჯანჯლებია და რამენაირად ხელიდან არ გაეშვა უკანონო მოსმენების საშუალება და გამოიყენებია, ასე ვთქვათ, საბაბად, რომ სახელმწიფოს უნდა კონდეს კრიმინალების წინააღმდეგ თუ უცხოური აგენტების წინააღმდეგ მოსმენის უფლება, რასაც ჩვენ არ უარყოფთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ისე გამოყენებული, რომ წარსული გაკვეთილებიდან გამომდინარე არ დაზარალდეს ადამიანების უფლებები.